შევსწრები ახსნა ჩემთვის რას ნიშნავს სიძულვილის ენა. ესე იგი ეს არის გამოხატვის ფორმა, რომელსაც საბოლოო ჯამში მივყავართ ადამიანის კონკრეტული პირის ან ადამიანთა ჯგუფის სიძულვილისკენ, მათი დისკრიმინაციისკენ და ეს დისკრიმინაცია შეიძლება ხდებოდეს გარკვეული ნიშნით, როგორც არის მაგალითად რასა, ეთნიკური წარმომავლობა, კანის ფერი, ასაკიც კი შეიძლება იყოს, ენა, სექსუალური იდენტობა და ასე შემდეგ. ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. საინტერესოა და ბევრჯერ მიფიქრია, თქვათ, საიდან მოდის ეს სიძულვილის ენა და რატო გვაქვს ადამიანებს საერთოდ ეს სიძულვილის ენა პრაქტიკაში და რატო გვინდება რომ ერთმანეთს თქვათ ამ ენით ვესაუბროთ. და მე შევეცდები რომ გავიხსენო თქვათ ჩემი მაგალითები ბავშვობიდან რაც მახსენდება და ამიტომ შევეცდები ავხსნათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით და ამ თვალსაზრისით. როცა პატარა ვიყავი და სწავლობდი სკოლაში, აი რომ ვისაუბროთ თქვათ ჯანმრთელობის ეპიზოდზე და ამ ნიშნით დისკრიმინაციაზე ადამიანების, მახსოვს სკოლაში როცა ვსწავლობდით წერა-კითხვას, მაშინ ძალიან ხშირი იყო, ასე ვთქვათ, შეჯიბრი იმაში, ვინ უფრო კარგად წაიკითხავდა. და მახსოვს რომ ვიყავით ბავშვები, თქვათ, ვინ შედარებით უკეთ კითხულობდით, იყვნენ ის ნორმალურად კითხულობდნენ და იყო ერთი ბავშვი, რომელიც ვერ კითხულობდა საერთოდ და მაშინ მახსოვს რომ ის გარკვეულწილად ბულინგის მსხვერპლიც იყო და ამავდროულად ჩემ თავს ამ გადმოსახედიდან რო უკვირდები, ჩემში იწვევდა გარკვეული უპირატესობის შეგრძნებას, რომ მე ვთქვა ჩემეძლო უკეთ კითხვა და საერთოდ არ ვიცოდი რომ შეიძლება ამ ბავშვს ქონოდა რაღაც პრობლემა, რასაც დღეს ვიცით რომ ქვია დისლექსია. და მე რო ვთქვა ეს ინფორმაცია მქონოდა, ალბათ არ ვიცი, შეიძლება არც მე თვითონ არ ყოფილიყავი კმაყოფილი საკუთარი თავით, იმიტომ რომ მეცოდნებოდა რომ მას ეს პრობლემა აქვს და ალბათ დანარჩენი ბავშვებიც მის მიმართ არ გამოხატავდნენ, ვთქვა, არასწორად რაღაცებს. და ასევე მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ და ბავშვებმა იცოდნენ რა არის ეს სიძულვილის ენა, ხო? ისინი უფრო შეამცირებდნენ, თქვა და არ მოეპყრობოდნენ ერთმანეთს. ასე არც ერთ შემთხვევაში სიძულვილის ენას არ უნდა დაუპირისპირდეთ სიძულვილის ენით, იმიტომ რომ ხშირად ხდება ჩვენ ქვეყანაში და მე პირადად მაგალითად წლები უკვე სოციალურ მედიაში აღარ ვარ სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი რაღაც, რამაც მიბიზგა იმისკენ, რომ გამოვუქმებინა, იმიტომ რომ ძალიან რთული ასატანი არის სულ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთზე არიან გადაკიდებული რაღაც ნიშნით და აი ვიღაცა რო იყენებს თქვა ამ სიძულვილის ენას კონკრეტული პირის ან ჯგუფის მიმართ, მეერე მიდის იმ ადამიანზე თავდასხმა, რაც ჩემი აზრით იგივე დანაშაულია, ასე ვთქვათ და რაღაცნაირად უნდა ვისწავლოთ, რომ ერთმანეთს ესე არ მოვეპყროთ და ერთმანეთზე ვიზრუნოთ. მნიშვნელოვანია, რომ თქვათ ბავშვი ან მოზარდი, ზრდასრულიც კი, როცა დაინახავს თქვათ ესეთ შემთხვევას, თუნდაც სხვა ადამიანზე, რომ მის მიმართ იყოს ემპათიური. და პირიქით, ასე ვთქვათ, იმის მაგალითი მისცეს სხვებს, რომ ასე ვთქვათ, სხვები მისი მიმბაძველები გახდნენ და არა პირიქით თვითონ აყვეს ამ ყველაფერში. თავარი არის, რომ საკუთარ თავს დაუსვა შეკითხვა, შენ თვითონ რომ ესე მოგექცნენ, რამდენად გესიამოვნებოდა ეს და ალბათ ეს არის ყველაზე კარგი ხერხი იმისთვის, რომ მიხვდე რა არ უნდა გაუკეთო სხვას და რა ვიცი, თუ შემიძლია რომ ამაზე დავაფიქრო, თქვა ბავშვებივისაც არ უფიქრე ამ რჩევას, მივსვამდი რომ ყოველთვის საკუთარი თავი ჩააყენონ სხვის ადგილზე და ეს არის ყველაზე კარგი გასაღები, ასე ვთქვათ, იმის რომ მიხვდე შენ რა გეტკინებოდა და რა გეწყინებოდა.